ყოველთვის, როდესაც უკვე დღე თენდება, ეს ჩვენთვის ახალი თავგადასავლის დასაწყის ნიშნავს. გასულ კვირას ჩვენ გეზი ხანის ჩანჩქერისკენ ავიღეთ. გზად ადგილობრივმა მცხოვრებმა მცირე მონაკვეთზე მანქანის ძარაზე შეგვისვა. ამ მოულოდნელმა ატრაქციონმა ყველანი გაგვამხიარულა და სახალისო მოგონებებიც გვეჩუქა. შემდეგ იყო საოცარი მწვანე დღის ბილიკი, რომელიც ნელ-ნელა გვაახლოვებდა მთავარ მიზანთან. გზად დილით დაგვიანებულ ცოდვებს გაუხსენეთ და დამსახურებული სასჯელის მიიღო, რის შემდეგაც პოზიტივით დამუხტულებმა განვაგრძეთ გზა. და აი ისიც, ხანის ჩანჩქერი, რომელიც განსაკუთრებით წყალუხვი, მძლავრი და შთამბეჭდავი დაგვხდა. უზარმაზარი დინების გამო ბოლომდე მიახლოვება შეუძლებელი იყო, თუმცა უსაფრთხო ადგილიდან შევძელით კადრების პირზე აღბეჭდა. ემოციებით დატვირთულნი საპიკნიკი ადგილისკენ გავემართეთ და მაშინვე სამწადის შეუდეგით. სანამ სამწადე მზადდებოდა, დრო უქმად არ დაგვიკარგოს. ორ გუნდად გავიყავით და ძალიან სახალისო თამაშიც ვითამაშეთ. აზარმტმა ყველაფერი მოიცვა. თუმცა, ჩემო გუნდმა სამჯერ აბსოლუტური გამარჯვება მოიპოვა. ამასობაში მწვადით შეიწვა და ჩვენი საფირმო ექსპერიმენტის შედგას შამფურზე აგებული ნაკვერჩხაზდა შებრაწული ხინკალი. დეგემრიელი პიკნიკის, ბევრი სიცილისა და უზომოდ პოზიტიური ემოციების შემდეგ თბილისისაკენ გამოვემართეთ. კიდევ ერთი კვირა დღე, რომელიც თქმით მოგონებად დარჩება. შეხვედრამდე შემდეგ ტურზე.